მოდი ვნახოთ თუ რა იცი არგონავტების შესახებ. მაშ დავიწყოთ. რა იყო არგონავტების ლაშქრობის მთავარი მიზანი კოლხეთში? ტროას დაპყრობა. ოქროს საწმისის წამოღება. ახალი მიწების აღმოჩენა. მეფე აიეტის მოკლა. ოქროს საწმისის წამოღება. რა ერქვა ხომალდს, რომლითაც გმირები კოლხეთში გაემგზავნე? ოდისია. ტიტანიკი. არგო. ათენა. არგო. ვინ აღზარდა იასონი პელიონის მთაზე? მეფე პელიასმა. ზევსმა. კენტავრმა ქირონმა. ჰერაკლემ. კენტავრმა ქირონმა. რატომ შეეშინდა მეფე პელიას იასონის დანახვისას? მას ოქროს ხმალი ეჭირა. მას ცალი სანდალი ეცვა. მასთან ახლდა ჰერაკლე. მასთან ახლდა მედეა. მას ცალი სანდალი ეცვა. რომელმა ქალღმერთმა ჩაასო მოლაპარაკე მორი ხომალდ არგოს კიმში, აფროდიტემ. ჰერამ. ათენამ. არტემიდემ. ათენამ. რომელ კუნძულზე ამოხოცეს ქალებმა კაცები ერთ ღამეში? კვიპროსზე. ლემნოსზე. კრეტაზე. როდოსზე. ლემნოსზე. ვინ იყო არგონავტების წინამძღოლი? ჰერაკლე. თესევსი. იასონი. ორფეუსი. იასონი. ვინ გამოიხსნეს არგონავტებმა ჰარპიებისაგან? მეფე პელიასი. მეფე ფინევსი. მეფე აიეტი. მეფე კიზიკოსი. მეფე ფინევსი. რა ერქვა მოძრავ კლდეებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებოდნენ? ოლიმპო. პარნასი. სიმპლეგადები. კოლხეთის კლდეები. სიმპლეგადები. როგორ შეამოწმეს არგონავტებმა, შეიძლებოდა თუ არა კლდეებს შორის გასვლა? არწივი გაუშვეს. დრედი გაუშვეს. ყვავი გაუშვეს. ისარი ისროლეს. დრედი გაუშვეს. კოლხეთის რომელ მდინარეს მიაღწიეს არგონავტებმა? მტკვარს. ფასის. დუნაის. ნილოს. ფასის. რა ერქვა ქალაქს, სადაც მეფე აიეტის სასახლე იდგა? თბილისი. ბათუმი. კვიტაია. ფაზისი. კვიტაია. ვისგან მიიღო აიეტმა წვნად ცეცხლის მრქვეველი ხარები? ზევსისგან. ჰერმესისგან. ჰეფესტოსგან. პოსეიდონისგან. ჰეფესტოსგან. რა უნდა დაეთესა იასონს არესის ველზე? ოქროს მარცვლები. გველეშაპის კბილები. ხორბალი. ყვავილები. გველეშაპის კბილები. ვინ დაეხმარა იასონს თავისი ჯადოქრობით დავალებების შესრულებაში?
ათენა, მედია, აფროდიტე, ჰერა, მედია. როგორ დააძინა მედეამ საწმისის მცველი გველეშაპი, ხმლით მოკლა, ჯადოქრული გალობითა და წამლით, ხორცი აჯამა, დაამწყვდია. ჯადოქრული გალობითა და წამლით. რა ერქვა მედეას უმცროს ძმას, რომელიც მან მოკლა? აიეტი, ესონი, აფსირტოსი, პელიასი. აფსირტოსი. ვინ იყო პირველი პოეტი, რომელმაც ვრცლად გადმოსცა არგონავტების მითი? ჰომეროსი, პინდაროსი, ევრიპიდე, სენეკა. პინდაროსი. რა ნიჭით დააჯილდოა აპოლონმა მეფე ფინევსი? სიმღერის ნიჭით, მისნობის ნიჭით, ხატვის ნიჭით, სიძლიერით. მისნობის ნიჭით. რომელმა მუსიკოსმა შეაჩერა სიმპლეგადები თავისი ჩანგით? ორფეუსმა, აპოლონმა, იასონმა, ჰერაკლემ. ორფეუსმა. რას ნიშნავს ხომალდ არგოს სახელი? ძლევამოსილს, ოქროსფერს, სწრაფად მავალს, ღმერთების საჩუქარს. სწრაფად მავალს. წინასწარმეტყველების მიხედვით, ვისგან ელოდა საფრთხეს მეფე პელიასი? უცხოელი მეომრისგან, სალხამლიანი კაცისგან, საკუთარი შვილისგან, კოლხეთის მეფისგან. სალხამლიანი კაცისგან. რომელი ცნობილი გმირი იყო არგონავტებს შორის, რომელმაც იასონი ლემნოსზე გამოაფხიზლა? თესევსი, აქილევსი, ჰერაკლე, ორფეუსი. ჰერაკლე. რა უჩვეულო თვისება ჰქონდათ აიეტის ხარებს? ოქროს რქები ჰქონდათ, ლაპარაკი შეეძლოთ, ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევდნენ, ფრენა შეეძლოთ. ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევდნენ. როგორ დაიცვა მედეამ იასონი ცეცხლისა და იარაღისგან? ჯადოსნური ფარით, ჯადოსნური წამლით, უხილაობის მოსასხამით, ლოცვით. ჯადოსნური წამლით. რა იყო ჩასმული ხომალდის ქიმში გზის სასწავლებლად? ოქროს ფარი, მეტყველი მუხის მორი, ვერცხლის კომპასი, დრაკონის თავი. მეტყველი მუხის მორი. რატომ დარჩა ჰერაკლე მიზიაში და ვეღარ გააგრძელა გზა? ის მეფე გახდა. ის დაკარგულ ჰილას ეძებდა. მას ნიჩაბი გაუტყდა. მას ბრძოლაში დამარცხება აშინებდა. ის დაკარგულ ჰილას ეძებდა. ვინ იხსნეს არგონავტებმა ჰარპიებისგან? ფინევსი, ამიკოსი, იასონი, კიზიკოსი. ფინევსი. რამდენი წყარო მოედინებოდა აიეტის სასახლის ეზოში? 2, 3, 4, 5.
4. თუ გსურს ცვლილი შეიტანო გვერდის განვითარებაში, შეგიძლიათ მხარი დაგუჭიროთ დონაციით.